დააბრუნდით რეალურ სივრცეში და მე ახლა დარჩენილი დრო სამწუხაროდ ცოტა დრო დაგვჭა, მაგრამ ამ თემაზე აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა რეაქცია. გუშინ ერთ-ერთი ბარიდან, რამდენადაც ვიცი, ნარკოტესტირებაზე წაიყვანეს 6 ახალგაზრდა. თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, ამას უფრო კონკრეტულად თავად მონაწილეები მოგვიყვებიან და ჩვენ დღეს სტუმრები გვყავს ეთერში, რომლებიც მიხონ ერგაძე ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამ ფაქტის მონაწილე იყო, ბატონი დათო ათიაშვილი. თქვენ ალბათ იცით, ბატონი დათო არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ვისაუბრებთ ახალი ინსტრუქციის შესახებ და ჩაგვერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ბატონი ზვიად ოქროპირიძე. თუმცა ჯერ დავიწყოთ ფაქტით, რომელიც მოხდა გუშინ, ამას მოგვიყვებიან თვითონ თავად მონაწილეები. გამარჯობათ, მოგესალმებით. თუ შეიძლება დეტალურად, ოღონდ ძალიან მოკლედ, რადგან ჩვენ კიდევ 3 სტუმარი გველოდება იმისთვის, რომ გავაკეთოთ კომენტარი ამ მომხდარ ფაქტზე. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ამ გუშინ წინ ვიყავით სექტორში. ასაც უცებ ამის ამსხადა პატრულის ორი ეკიპაჟი დასაწყისისთვის თხოვეს წარმოგვედგინა ჩვენი ვინაობა, ვიყავით სახელები და გვარები, როცა დავსვით კითხვა თუ რატო გეკითხებით ამას? უპასუხეს ჯერ გითხარით მიხართ და მე გეკითხეთ რა ხდება. უთხარით ჩვენი ვინაობები, უცებ მივიდნენ ჩემი მეგობართან ამის შემდგომ. უთხეს რომ ესწრებენ მისგან, მე გავიგზავნეს ჩვენ შეკა, ჩემი მეგობარი ვისთან პირველად მივიდნენ დააკავეს და ჩემი მეგობართან ერთად დანარჩენი მეგობრებიც წაგვიყვანეს 6 კაცისო. ნარკოლოგიურთან რომ მივედით, ვიყავით მანქანაში ძალიან დიდხანს. 9 ადგილზე მოხდა მიხო, მე ჩვენ ხა მიხო ნეგარაძეს ვესაუბრებით და ჩემი სტუმარი გახლავთ გურამ იმნაძე, ძალიან დიდი ბოდიში შემეშალა და მე ვიხდი ბოდიში ჩემს სტუმრებთან. მიხო, 9 ადგილზე მოხდა თუ გახვედით გარეთ? და ისე რომ არ წარმოვადგინეს არც ორდერი, არც საბუთი, რომ ისინი ჩრეკდნენ, რატო ჩრეკდნენ, რა ხდებოდა, ანუ აი სრულ გაუგებრობაში ვიყავით, რომ კითხულობდით რა ხდებოდა. ნუ გეუბნებოდი რომ შემდგომ გეტყვით. შემდგომ გითხრათ რომ ოპერატიული ინფორმაცია არის რომ გაგჭრიკოთ და ნუ ჩვენც ვერ შევწინააღმდეგთ მაინც ან მაინც. თუმცა გვინდა. ადგილზე მიყვანის დროს მოხდა ისე რომ 5 ადამიანი გამოუშვეს, მხოლოდ ერთის პასუხისმგებლობა დადგა. როგორ მოხდა ეს? მე რამდენადაც ვიცი 5 ადამიანმა უარი განაცხადა გაჩხრეკაზე და ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ეს 5 ადამიანი ადგილიდანვე განთავისუფლდა. სანამ ადგილიდან სანამ განთავისუფლდებოდა 6 საათი დავყავი მე იქ მანქანაში, ბორკილები დადებული, იმიტომ რომ ოქმზე ხელი არ მოვაწერე. ამ დროს როცა დაკავებული ვიყავი არ მომეცა საშუალება და მე ადვოკატისთვის, იმიტომ რომ თხოვე რომ ადვოკატთან დავერკავთქო და არა, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, ესე მითხრეს. ასევე არ მომეცა საშუალება რომ თქვა სულიყავი ტუალეტში და ნუ ამასობაში 6 საათი გავატარე ესე, სულეთ ისე რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა, რატო ხდებოდა. მიხო, თავარი პრობლემა თქვენი იყო დამოკიდებულება თქვენდამი და ანუ როგორ იქცეოდა თქვათ კონკრეტულად პატრულს. თავარი პრობლემა თქვენთვის იყო ის დაკავების ფაქტთან ერთად ის რომ თქვათ დამოკიდებულება პატრულის იყო თქვენთვის მიუღებელი? ეს იყო თავარი პრობლემა. ყოველ ჩემთვის მიუღებელი იყო, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ხვდებოდი რატომ უნდა ყოფილიყავი, ან დაკავებული, ან უნდა მქონდა ურთიერთობა პოლიციასთან. გასაგებია. თქვენ გვერდით ზის დათო ლაღიძე, თუ შეიძლება დათოს კომენტარიც გვაინტერესებს? ხო, ჩემ გუშინ გავიგე მე ამ ფაქტის შესახებ და რეაქცია იყო ის, რომ შევიკრიბეთ, რისი გაკეთების საშუალება შეგვეძლო ჩვენი მოძრაობის მხრიდან. ნუ გადავწყვიტეთ ის, რომ ადვოკატი გაყოლოდა ერთ-ერთ დაზარალებულს საგამოძიებო უწყებებში და იქ აღმოაჩინეთ, რომ რიგი პროცედურები იყო დარღვეული და იმისა, რომ ადამიანები ისხდნენ კაფეში, არაფერს არ აშავებდნენ, 16 კაცი შევარდა კაფეში, გამოიყვანა, ანუ ეს რაც მოხდა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელიც უბრალოდ ეხა ეს თბილისის ცენტრში მოხდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, თორე რეგულარულად ხდება საქართველოში. ზუსტად ეს რაღაც გონივრული ეჭვი, რომლიდანაც ერთ ადამიანზე ჰქონდათ იქ ოპერატიული ინფორმაცია, როგორც გავიგე და 5 ადამიანი მოყვა უბრალოდ. იქ იყვნენ გოგოებიც, რომლებიც დააყენეს რაღაც სიცივეში და ეუბნებოდნენ, რომ აი ნახა სიცივეში დაგაყენეთ. ან ესეთი არა ადამიანური მომკვება იყო, როგორც ერთის მხრივ
პროცედურალური დარღვევა და მეორეს მხრივ ის კანონი, რომელიც აძლევს საშუალებას პოლიციას, რომ ეს თავხედად შევიდეს და ადამიანები, რომლებიც ერთობიან ან ზიან ან რაღაც ლაპარაკობენ, შევიდნენ და გადაიყვანონ ნარკოტესტირებას, ხო? ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზვიად ოკროპლიძე გვერდება. რამდენიმე შეკითხვით გადავალთ მასთან და შემდეგ უკვე უბრუნდებით სტუმრებს კომენტარისთვის თუ როგორ თვლიან, მით უმეტეს არსებობს ახალი რეგულაცია, ეს არის ახალი ინსტრუქცია. რამდენად სამართლებრივად მოხდა ამ ადამიანების გადაყვანა პოლიციაში? ჩვენ ახლა პირველ რიგში ბატონ ზვიად ოკროპლიძეს მინდა ჩავერთოთ და ვკითხოთ. მოგესალმებით ბატონო ზვიად. მოგესალმებით. მე მაინტერესებს თქვენი კომენტარი, რამდენად იყო, ვთქვათ, სამართლებრივად სწორი საქციელი, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ იქნა ჩადენილი ამ ახალგაზრდების მიმართ. თუ შეიძლება თქვენის ნებართვით თავიდან მოგახსენებთ, მოგვიანებით 112-ში იყო შეტყობინება შესული. დიახ. და მიღებული იქნა პოლიციას ინფორმაცია, სწორედ 112-ის საშუალებით, რომ კონკრეტული პირები იყვნენ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში, ასევე მათ გააჩნდათ ნარკოტიკული ნივთიერება. მარიხუანა ადგილზე მისულმა პოლიციელებმა პირველ რიგში ჩაატარეს საპოლიციო პრევენციული ღონისძიება და დაადგინეს პირთა ვინაობა მათი პირადობის დოკუმენტების მეშვეობით. შემდგომში მოუწოდეს პირებს, რომ თუ რამე უკანონო ნივთი ჰქონდათ ამ პირებს წარმოედგინათ ნებაყოფლობით, მათ განაცხადეს, რომ არავითარი უკანონო ნივთი მათ არ ჰქონიათ, მხოლოდ წარმოედგინა ერთ-ერთმა პირმა ეგრეთ წოდებული მარიხუანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები განხორციელდა, დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის კოდექსის 260 მუხლის მიხედვით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით და შესაბამისად მოხდა ამ პირების ვინაიდან ყველა ამ პირთან დაკავშირებით იყო მიღებული ინფორმაცია, რომ ეს პირები იყო ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში და ჰქონდათ ნარკოტიკული ნივთიერება, მოხდა ამ პირების წარდგენა ნარკოტიკულ გამოკვლევაზე საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამართლებრივ დეპარტამენტში უკაცრავად. ამ პირებმა პირებიდან ან 5 პირმა განაცხადა უარი ნებაყოფლობით გამოკვლევაზე, მხოლოდ ერთი პირი დათანხმდა ნებაყოფლობით გამოკვლევას და მას არ დაუდასტურდა ნარკოტიკული ნივთიერების თრობა. გარდა ამისა, რაც შეეხება თვითონ სამართლებრივ საფუძველს, სამართლებრივ საფუძველი აბსოლუტურად კანონიერი იყო, პოლიციას ჰქონდა ამ შემთხვევაში სწორედ ისე მოქმედა, როგორც მან იმოქმედა ადმინისტრაციული სამართლებრივ კოდექსის ფარგლებში. ასევე იმ ბრძანების ფარგლებში, რომელიც გამოცემულია შინაგან მინისტრის მიერ 2015 წლის 30 სექტემბერს, ეს არის ბრძანება 725 და ამ ბრძანების მიხედვით არის კაფიოდ დაწერილი ყველა საფუძველი და პოლიციას არავითარი უფლებამოსილება არ აქვს, მხოლოდ თავის სუბიექტური შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება პირის ნარკოტიკულ გამოკვლევას წარდგენასთან დაკავშირებით. ახალი ინსტრუქციის მიხედვითაც არის ეს სამართლებრივად გამართული, ფიქრობთ, ახალი ინსტრუქციის პირობებში. ახალი ინსტრუქცია იყო, ესე იგი, არ იყო მხოლოდ შიდა უწყების ფარგლებში მომზადებული, ამ ინსტრუქციამ ბრძანებამ, რომელზეც მე გესაუბრებით, შესაბამისი მოწმობაც ჰპოვა, არა მარტო ადგილობრივ ექსპერტებში, არა მარტო სკოლ ექსპერტებში და მთავარი პრობლემა, რის გამოც წლების განმავლობაში პოლიციის მიმართ ისმოდა კრიტიკა იყო სწორედ ის, რომ პოლიცია სუბიექტური შეხედულების მიხედვით წყვეტდა ვინ წარედგინა, როდის წარედგინა, რა შემთხვევაში წარედგინა პირი ნარკოტიკულ გამოკვლევაზე. ამ ბრძანებამ ერთად და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ამ კითხვას და კაფიოდ დაიწერა ყველა საფუძველი, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი პირის ნარკოტიკულ გამოკვლევაზე წარდგენა. ერთ-ერთი საფუძველი არის 112-ში შესული შეტყობინება, რაც დადასტურებულია და ამ პირთან მხრიდანაც ნამდვილად იმ ფაქტის უღელვეყოფა არ ხდება, რომ ნამდვილად ეს წესები უკვე მოქმედებს ბატონო ზვიად. გააჩნდათ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა. ეს წესები უკვე მოქმედებს, ძალაშია უკვე ეს წესები. ეს წესები მოქმედებს, რა თქმა უნდა, ეს არის მინისტრის ნორმატიული აქტი, ყველასათვის ხელმისაწვდომია, ეს არ არის შიდა უწყებრივი აქტი, ეს არის მინისტრის ნორმატიული აქტი, რა თქმა უნდა, ამით ხელმძღვანელობს ყველა პოლიციელი, საპატრულო პოლიციელი იქნება, კრიმინალური პოლიციელი იქნება, ეს თუ საუბნო სამსახური იქნება. და ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, ვინაიდან ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ოდენობისთვის საკმარისი აირმა საფუძვლით და არ გემატებოდა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია 2 გრამს, ერთი მთელი რამდენიმე
დაახლოებით 29 ასეთი გრამი იყო. ეს არ იყო საკმარის აბსურდი იმისთვის, რომ გამოძიება გაგრძელებული იყო და აქედან გამომდინარე გამოძიება შეწყდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდა რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. ჯარიმა ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ჩატარდება შესაბამისი პროცედურები, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალთა და აღებულთა კოდექსი, შედგება შესაბამისი უქმები, მოხდება გადაგზავნა შემდგომში სასამართლოში და სასამართლო მიიღებს უკვე შესაბამის გადაწყვეტილებას ამ ფაქტთან დაკავშირებით. არა მოხმარების ფაქტთან, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ. ახლა კი გთხოვთ სპეციალისტებს, გურაბ თქვენ მუშაობდით ამ თემაზე, მე ბატონ დავით თქვენი კომენტარი. მოგესალმებით, მადლობა საეთერო დროის გამოყოფისთვის. პირველ რიგში მინდა რომ ჩემი დადებითი შტაბ-ეჭვლებები გამოთქვა იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა საჭიროდ და თუნდაც დაუთმო დრო ამ საკითხს. ეს არ არის ხშირი პრეცედენტი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობს ასეთ საკითხზე და მე იმას გამოთქვა, რომ მომავალშიც ხშირად იქნება მსგავსი შემთხვევები. თუმცა შინაარსობრივად რამდენიმე საკითხი არის დასაზუსტებელი ბატონი ზვიადის სიტყვებში. პირველ რიგში მან აღნიშნა რომ შესული იყო ჩვენ თუ კონკრეტულ ამ კონკრეტულ გუშინდელ საქმეზე ვისაუბროთ ახლა და სამართლებრივად რამდენად სწორია ის რაც ხდება განვაზოგადოთ თქვათ კონკრეტულად ალბათ ჯობია რომ ზოგადად ვისაუბროთ სამწუხაროდ დროის სიმცირე არ მოძლევს საშუალებას რომ ძალიან კონკრეტულზე ვისაუბროთ უბრალოდ ეს გუშინდელი შემთხვევა უბრალოდ ნათელი ილუსტრირება იმისა თუ რა პოლიტიკა გვაქვს ჩვენ ამ საკითხზე და პრინციპში კანონმდებლობაც როგორი არის ამ საკითხზე. ბატონი ზვიადი რასაც აღნიშნავდა რომ ეს გადაყვანა მოხდა პრინციპში კანონის საფუძველზე და ზუსტად ეხმიანება ეს გადაყვანა იმ მინისტრის ახალბრძანებას რომელიც 1 ოქტომბრიდან მოქმედებს, ამაშიც აბსოლუტურად მართალი არის და ჩვენ როდესაც ამ საკითხზე ვმუშაობდით, მათ შორის ვიყავით ჩართულები მინისტრის ახალი ბრძანების შემუშავების პროცესში, ჩვენი თავარი მოსაზრება სწორედ ის იყო, რომ თავარი არგუმენტი რომ ადამიანი მხოლოდ ის ფაქტი რომ ოპერატიული ინფორმაცია აბსტრაქტულად არსებობს ან 112-ში შევა რაიმე არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია იმაზე რომ პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ეს არ იყოს მხოლოდ ესეთი ინფორმაცია ადამიანის საბაბი იმისთვის რომ გადაყვანის იმიტომ რომ ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება არის უმარტივესი შეიძლება პოლიციის ერთმა თანამშრომელმა განახორციელოს ზარი 112-ში და ამის საფუძველზე დაიწყოს უკვე ესეთი რეპრესიული მექანიზმები ადამიანების მიმართ. მეორე, კონფიდენციალური ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა იწყებოდეს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც გუშინდელ შემთხვევაში ნათლად გამოჩნდა და მესამე, დაკავება გუშინდელ შემთხვევაში იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ყოველგვარ კანონფარგლებს გაცელილი, ანუ ერთია რომ ადამიანი გადაყავს იზოლებით ნარკოტესტირებას და ამისთვის ვახდენთ ჩვენ ადმინისტრაციულ დაკავებას, მაგრამ გუშინდელ შემთხვევაზე არ იყო მსგავსი შემთხვევა, მსგავსი პროცედურა გამოყენებული გუშინ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის გამოძიება იყო დაწყებული და სისხლის სამართლებრივი დაკავება იყო გამოყენებული ამ ადამიანის მიმართ. რაც თავისთავად იყო ძალიან მძიმე ფორმა. მძიმე ფორმა არის ერთი და მეორე უკანონო, იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივი დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა შენახვა, მოხმარება არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სასჯელის სახით და მსგავსი ტიპის დაკავება კანონი პირდაპირ გძავავს, რომ ესეთი დაკავება განხორციელდეს. ბატონ დავით, თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით კანონის ლიბერალიზაციის თემაში და ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარი ამ თემაზე და საერთოდ მოსაზრებები, როგორ უნდა მოხდეს ეს იგივე ურთიერთობა, ვთქვათ, სამართალდამცავ ორგანოებსა და ადამიანებს შორის, რომლებიც მოიხმარენ თუნდაც მარიხუანას, რომელზედაც ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, რომ საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს მძიმე ნარკოტიკად და ზოგან სამკურნალო, ვთქვათ, მეთოდითაც კი იყენებენ. თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს ამ თემაზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ თემებს რომ უთმობთ ეთერს. ჩემი კომენტარი იქნება ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება იმ მიდგომებში, რომელიც დაახლოებით 10 წელია დამკვიდრებულია საქართველოში ნარკოპოლიტიკას და მიდგომას გულისხმობ, რომელიც არის ფოკუსირებული ძალოვან ღონისძიებებზე და ძალით დაშინებით და დასჯით ცდილობაზე, რომ გამოასწორონ რამენაერად ვითარება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავსაჯოთ იმის იმედით, რომ შიში მათ აიძულებს, რომ შეწყვიტონ მოხმარება და ანჩენები, ასე ვთქვათ, ამის შემხედვარე არ დაიწყებენ ან არ გააგრძელებენ ნარკოტიკების მოხმარებას, არ მუშაობს ეს მიდგომა. უპრეცედენტო არის ასეთი მიდგომა ცივილურ სამყაროში ვერსად ვერ ნახავთ, ესეთ, ასე ვთქვათ,
სპეცოპერაციებს, როდესაც ადამიანებს შეუვარდებიან ბარში, კაფეში თუ საკუთარ ბინაში, კერძო საკუთრებაში რა მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ საიდანღაც შევიდა ინფორმაცია, რომ იქ ვიღაცამ რაღაცა მოიხმარა, თუმცა იმ მომენტში ეს ადამიანები არაფერს არ უშავებდნენ, საფრთხეს არ უქმნიდნენ გარშემოყოფებს და საზოგადოებრივ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ნებისმიერ ქვეყანაში მე რამდენადაც ვიცი გნებავთ ევროპულში, გნებავთ ამერიკაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაერიოს სისხლის სამართლის თქვათ სამართალდამცავები თუ ამ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ადამიანი რაღაც დანაშაულს ჩადის. რა თქმა უნდა, თუ ვიღაცას რაღაც საფრთხეს უქმნის, ზიანს აყენებს მით უმეტეს, მაგრამ საფრთხის მიყენების ნიშნები, როდესაც არსებობს, იქ ამომრჩეველი გადასახადების გადამხდელი ვერ გაიგებს, თქვენ მას ვერ აუხსნით, თუ როგორ შეიძლება პოლიცია თავის რესურსს, დროს, ფინანსებს ხარჯავდეს იმაზე, რომ დაძდევდეს ვიღაც ადამიანებს თავისთვის მოსეირნეს სადღაც ასე ვთქვათ მოყოფ ადამიანებს მხოლოდ იმის ეჭვით რომ მათ შეიძლება რაღაცა კონდეთ მოხმარებული დღესდილით გუშინ წინ და კვალი ჯერ კიდევ შეიძლება არსებობდეს მათ ბიოლოგიურ ასაკში ვერ აუხსნით ვერ გაამართლებთ პოლიციის ასეთ ქმედებებს ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ზუსტად ერთი წუთი დაგვრჩა ამიტომ ერთადერთი კითხვა მინდა დაგისვათ და ძალიან მოკლე პასუხები ორივესგან როგორ ფიქრობთ აქვს თუ არა აზრი ბრძოლის გაგრძელებას და გააგრძელებთ თუ არა ამ ბრძოლას იმისთვის რომ მივახციოთ იმ სურათს რა სურათიც ცივილურ ნორმალურ ქვეყნებში არსებობს დავიწყოთ თქვენგან და შემდეგ ბატონ გურამ აზრი ნამდვილად აზრი აქვს იმას რომ რაც შეიძლება მეტი ფრონტიდან მოხდეს ამ მიმართულებით წნეხის გაგრძელება როგორც შიდა ასე გარე ფრონტიდან და გარე ფაქტორები არსებობს და ძალიან აქტიურად ასე ვთქვათ იზრდება ეს წნეხი როგორც ევროკავშირიდან ასევე გაეროს მხრიდან და წლევანდელი წელი შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ამ თვალსაზრისით აპრილში გარდამტეხიც კი შეიძლება ვთქვათ გენერალური სესია გაეროსი ტარდება რომელიც კონკრეტულად ნარკოტიკების და ნარკოპოლიტიკის გადახედვის თემას მიეძღვნება. გურამ მეც დავეთანხმებ ბატონ დავითს რა თქმა უნდა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და პირველ რიგში იმ ადამიანებმა უნდა იბრძოლონ ვისაც უშუალოდ შეეხო ეს რეპრესიული მექანიზმები ისინი უნდა გამოვიდნენ და თქვენ ხმამაღლა თავიანთი საკითხი. მათ უკეთ იციან რა თქმა უნდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ყველაფერი ჩვენ რა თქმა უნდა არ გვეყოდრო მაგრამ მედია ჩაერთვება ამ პროცესებში აუცილებლად მე თვითონ რეალური სივრცე აუცილებლად დაგპატიჟებს და თელ გადაცემას მიუძღვრით ამ თემას ვისაუბროთ დავპატიჟოთ ის ადამიანებიც ვისაც ეხება ეს პრობლემა ყველაზე მეტად. ძალიან დიდი მადლობა მე გემშვიდობებით ხვალ გიორგი ახმეტელი მუშაობს თქვენთვის ზეგ ისევ ჩვენ შევხვდებით და რა თქმა უნდა პარასკევს როგორც წესი დიდ რეალურ სივრცეში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე. მადლობთ ნახვამდის.